გასწყებთ პირდაპირ ჩართვით ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან, სადაც ამ წუთებში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგისთვის ემზადებიან. თქვენ კადრში ხედავთ ბრიფინგის ოთახს, სადაც ჟურნალისტები პრემიერის გამოსვლას ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია რა თემაზე აპირებს განცხადების გაკეთებას პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს განცხადება იგვიანებს. მოგესალმებით. მე გადავწყვიტე როგორც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, მე თვითონ პირადად ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ამორჩეველს და ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ამ მიზნით მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და გავაკეთო რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. სამწუხაროდ ამ დღეების ამ ორი დღის განმავლობაში მე ვხედავ, რომ აბსოლუტურად დამახინჯებულად მიმდინარეობს ასე ვთქვათ, საინფორმაციო პროპაგანდა, მიზანმიმართულად სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება აქცენტის გაკეთება. ამიტომ იმაჩნევ, ეს არის ჩვენი ვალი, რომ მოსახლეობას სიმართლე უთხრათ. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ჯამურად მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში ქართული ოცნება წარმოდგენილი იქნება 67.6%-ით. კიდევ ვიმეორებ, 67.6% არის საბოლოო შედეგი, რომელიც კიდევ დაზუსტება CSK-ს საბოლოო მონაცემებით. დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები შეადგენს 20%-ს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა 13%-ს. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ასეთ მრავალპარტიულ საკრებულოებს და თვითმმართველობის ორგანოებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თითქმის ყველა რაიონში პარტიათა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატები იკავებენ მეორე ადგილს და მათ მოსდევს ნაციონალური მოძრაობა. საერთო ჯამში სხვა საკრებულოებში 6 ოპოზიციური პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. რაც არის ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება. მაჟორიტარების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტური უმპირატესობა აქვს ქართულ ოცნებას. ჩვენ ყველა საკრებულოში მოვიპოვეთ აბსოლუტური უმრავლესობა, კიდევ ვიმეორებ. მაჟორიტარების არჩევნები, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ხალხის ნდობა-უნდობლობის საკითხი. ჩვენს კოალიციას ქართულ ოცნებას სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან. ასევე თქვენი ინფორმაციისთვის, მთელ საქართველოში 1059 მაჟორიტარული მანდატიდან ხალხმა ქართულ ოცნებას 811 მანდატი არგუნა და საინიციატივო ჯგუფებს 128 მანდატი. ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 64. კიდევ ვიმეორებ, 1059 მაჟორიტარულ კანდიდატიდან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯერ კიდევ მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია, რაც აბსოლუტურად ყველია და ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მიზანმიმართული ცდელობა საზოგადოების და მოსახლეობის შეცდომას შეყვანის, აქვს მხოლოდ 64 მანდატი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც საკუთარი თავის ძირითად კონკურენტად წარმოჩენა სურს, ქვეყნის მასშტაბით, ვიმეორებ, სრულპასუხებლობით, ვერც ერთ თვითმმართველ ქალაქში, ვერც ერთი მაჟორიტარ დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო. მათ შორის ვერც თბილისში, სადაც 25 მაჟორიტარული მანდატიდან 24 მოიგო ქართულმა ოცნებამ, ხოლო ერთი მანდატი დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ იქნა მოგებული. ამრიგად,
ჩემო ძვირფასებო, ქვეყნის მასშტაბით ქართულ ოცნებას წილად ხვდა მაჟორიტარული მანდატების 77.31%. ხოლო ყველა დანარჩენს 22.69%. მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი მხოლოდ 6.1%-ია. და ეს არის ის მაჩვენები, რაზეც ჩვენ საუბრობთ არჩევნებამდე. რასაც გვაჩვენებდა რეალური კვლევები და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ახლოს არის რეალობასთან. რომ არ ამორჩეულთა შედარებით ნაკლები აქტივობა ამას ხაზს უსვამ, ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ჩვენ სასარგებლოდ რა თქმა უნდა. და შემცირდებოდა ბუნებრივია პირდაპირ მნიშვნელობით ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს ქართული ოცნება. ჯამში 67.6%-ით ასევე ყველა გამგებელი და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ. დამაჯერებლად რასთავარია და რამდენჯერმე უსწრებენ მეორე ადგილზე გასულ კონკურენტებს და მათ შორის იქ სადაც მეორე ტური გაიმართება ქართულ ოცნებას 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნო რომ 21 ოლქიდან სადაც გაიმართება მეორე ტური. რაც არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის. მხოლოდ 6 ოლქში დაუპირისპირდება ნაციონალური მოძრაობა. დანარჩენში სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაუპირისპირდება. რაც არის მართლაც მისამებელი პრეცედენტი. მე ნამდვილად მივესალმები სხვა ოპოზიციური პარტიების გამოჩენას პოლიტიკურ არეალზე და რასთავარია საკრებულოები იქნება მართლაც ჭეშმარიტად მრავალპარტიული. მე ვფიქრობ რომ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულად შეგნებულად მიმდინარეობს ამ დეზინფორმაციის გავრცელება და ხდება ციფრებით მანიპულირება. ხდება პირდაპირი მოტყუება ჩვენი მოსახლეობის ხოლმე ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მე მინდა ამ ადამიანს შევახსენო რომ დღეს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართულმა ხალხმა გამოუცხადა სრული ნდობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ადგილობრივ არჩევნებზე. ამიტომ აღნიშნავ რომ კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ საქართველოს მასშტაბით კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოიპოვა 67.6%. თბილისში თქვენი ინფორმაციისთვის ქართული ოცნების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 74%-ს. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, რომელიც არასოდეს არ დაფიქსირებულა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამაჯერებლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მათ შორის არც მედია საშუალებებს, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინონ და მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში. ამ არჩევნების შედეგად ჩვენ გვეყოლება ნამდვილად მრავალპარტიული 6 ოპოზიციური პარტიი და ქართული ოცნების უმრავლესობის წარმოდგენილი საკრებულოები ყველა ოლქში. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გავმარტო მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ აბსოლუტურად გააზრებული გქონდა მაშინ როცა ჩემი ინიციატივით კოალიცია ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ბარიერის აწევა 50%-ზე, ჩვენ რა თქმა უნდა გააზრებული გქონდა, რომ ალბათობა იმისა, რომ ბევრ ოლქში დაინიშნებოდა მეორე ტური, იყო ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენ შეგნებულად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული გამტკიცების მიზნით ჩვენ ამ რისკზე, ასე ვთქვათ, წავედით და შეგნებულად გავაკეთეთ ეს. ის რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნება, მაშინ მე ვერ ხედავ ვერავითარ საგანგაშოს, ასე ვთქვათ, პირიქით. ეს არის ჩვენი გამარჯვება კიდევ ერთხელ.
ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და მთლიან საქართველოს გამარჯვება. ვინაიდან პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა ნამდვილად დემოკრატიული, მშვიდი თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მოვისმინე გუშინ ძალიან ღირსეული და ობიექტური შეფასება უცხოური დიპლომატების, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ კიდევ ერთხელ. იმ პირობებში, როცა ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტურად ჩაურევლობა გარანტირებული და არც ერთ ოლქში, არც ერთ რაიონში და ქალაქში, არც ერთ სოფელში არ დაფიქსირებულა არავითარი ჩარეულობა ჩვენი მხრიდან. ამ ფონზე ასეთ შედეგების მიღება 77.6% მიღება ქართულ ოცნებისთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი აღიარება. მე მინდა თითოეულ ჩვენს აქტივისტს, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, თითოეულ მოქალაქეს მიულოცო ეს გამარჯვება ჩვენს კოალიციას კიდევ ერთხელ. ეს არის ძალიან ღირსეული, ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება სამ რაიონში, სადაც დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები. ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვილი. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დააკავა 10 კაცი, რომელთა წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ასევე 4 კაცი ადმინისტრაციული წესით. სამწუხარო იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ გუშინ, მარნიულის პროვოკაცია, ეს იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენმა ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ სიკეთესთან ერთად მოიტანა ის სიკეთე, რომ არჩევნების გაყალბებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა საბოლოოდ წერტილი. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გააწყვიტა, რომ ამ არჩევნებს უნდა ყოფილიყო დასურათებული სიები. და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვით 60,000 ადამიანის სიაჩასმაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. ამ ფონზე ბრალდება, რომ ცდილობა ქონდა ჩვენი მხრიდან რომელიღაც ოლქში, რომელიღაც უბანზე, რომელიც აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს იმ ოლქში ჩვენი კანდიდატი ყავდა მოხსნილი ოფიციალურად და ამის რჩევა მიცემული ქონდა. არის აბსურდი და კიდევ ერთხელ ცდილობა იმისა, რომ მოახდინოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საერთაშორისო საზოგადოების რასთავარია. მაგრამ რა თქმა უნდა, რასთავარია, მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო, რომ სამწუხაროდ გარკვეულ ოლქებში იყო ნაკლები აქტივობა. ეს გამოწვეული არის ჩვენი შეფასებით, პირველად შეფასებით, თუმცა ჩვენი მხარვეზებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ. უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო ჩვენი მხრიდან. თუმცა ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ მაღალი აქტივობის შემდეგ ჩვენი მაჩვენებელი იქნებოდა ალბათ 75%-ზე მეტი. და მე ამას ხსნი იმით, რომ საზოგადოებას აქვს სრული ნდობა ჩვენი ხელისუფლების. და სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის გარკვეული სიგნალი, მესეჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეს არის გარკვეული გაფრთხილება, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. ასეთი შედეგი არც ერთ პოლიტიკურ ძალას ასეთ ვითარებაში, ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში არასოდეს არ მოუპოვებია. ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, არამედ მთელს მოსახლეობას და მთელს საქართველოს. დიდი მადლობა. ისმენთ. თუ ამ საკითხზე ეხება, კი ბატონო, შემიძლია დავაზუსტოთ თუ არა და ჯობია რომ დამატებით კომენტარები გავაკეთოთ. დიახ, ისმენთ. იქნებ გამომდინარე ამ არჩევნებში ეს ინფორმაცია უკაცრავად, ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი უკვე და CSKO ამ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო და მიმართო მედია საშუალებებს, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოთ ამ ორჩევლებს და მოსახლეობას. ეს არის თქვენი პირდაპირ ვალდებულება. რასთავარია, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ექსპერტი, ასე ვთქვათ, არც ერთი მედია მკვლევარი, არც ერთი მედია საშუალება არ დაინტერესებულა საერთო საბოლოო შედეგით. იმიტომ რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მხოლოდ პროპორციულ მაჩვენებელს ითვლიან და მაჟორიტარული კანდიდატების შედეგებზე არავინ არ საუბრობს. და საერთო შედეგებზე რასთავარია. მაინტერესებს აი არჩევნებში რომ ნახოთ ციფრები, რა თქმა უნდა თქვენ პარტია ლიდერობს, მაგრამ აშკარად გამორჩეული ანტიდაცაული და პრორუსული ძალები. დიდი მადლობა. მადლობთ.
იყო ქართული ოცნების შტაბი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც კოალიციის ლიდერმა კიდევ ერთხელ ჩააბარა საზოგადოებას ანგარიში არჩევნების შედეგების შესახებ.